დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი. ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოძებნეთ და რაღაც ყველაზე ესეთი სკანდალური მოვლენა, რომელიც ეხლა არის თქვათ აი შეწუხებული არის ეხლაც ცივილიზებული თუ ალბათ არა ცივილიზებულად წოდებული სამყარო, ეს არის რაღაც ეგრეთ წოდებული ეპშტეინის საქმე, ეპშტეინის ფაილები, რომელიც გამოქვეყნდა იმ დონეზეც კი რომ რაღაც ამან თითქოს გადაფარა ის მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობს სამხრები ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და უკრაინის შორის და თითქოს გეოპოლიტიკური დაპირისპირებას მიანავლა. სინამდვილეში მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი შემადგენელი არის ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების და რაღაცა ძალების, ასე ვთქვათ, განეიტრალება და დისკრედიტაცია გადაწყვიტა ეს, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრათ არ მჯერა, რომ ის პირები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას იმაში, რაშიც იღებდნენ მონაწილეობას და რის შესახებაც წლებია საუბრობენ და ჩვენ გვახსოვს გვირაბი რო გახსნეს ზუსტად იქ ესწრებოდნენ ევროპის პირველი პირები, მერკელი იყო მაშინ კანცლერი, იქ იყო სუფთა სატანისტური რიტუალი ჩატარდა, ეს გადაიცა, ჩაიწერა, ანუ არანაირად ის არ იყო, აღარავინ არ შეუჭამიათ, ბუნებრივია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო რაღაც საშინელი სანახაობა, რაც ჩვენ რაღაც იმებში გვაქვს, წიგნებში გვაქვს საკითხული და აღწერილი, ისეთი რიტუალები შესრულდა, რა დატვირთვა ქონდა, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ასეთი რამ იყო, მაგრამ იმის შესახებ, რომ აი ჩვილების, მოკვდინების, მათი სისხლის დალევის, ახალგაზრდაობის, აი ამ ღეროვანი უჯრედების, სუროგაციის ბნელ მხარეებზე დიდი ხანია საუბრობენ. ანუ ეს ინფორმაცია მაინც ჟონავდა, აღარაფერი რო აღარ ვთქვათ, აი სტენლი კუბრიკის ცნობილ ფილმზე ფართოდ დახუჭული თვალები, რომელიც პრინციპში იმას აღწერს, რაც გამომჟღავნდა. ხა ეს ამდენი რამ რატომ ვილაპარაკე, იმიტომ რომ აქ ჩართული იყო ყველა თითქმის კი არა, ყველა ალბათ თითქმის მაინც ვიტყვი, ვიქნები უფრო კორექტული, ყველა აი პირველი პირი და მაღალი თანამდებობის პირი და მნიშვნელოვანი ფიგურა, ვთქვათ ისეთებიც კი, რომელიც უშუალოდ იქ არ იღებდნენ მონაწილეობას პროცესში, მაგრამ რომ იცოდნენ, ესეც უკვე ფაქტია. აი ეს პირები, როგორ ფიქრობთ თქვენ, ამ პირებმა ხო იცოდნენ, რომ ტოვებდნენ კომპრომატებს და გასაგებია, რომ ეპშტეინს თუ სხვას თუ ვის მასაც ასრულებდა დავალებასაც ეპშტეინი, გასაგებია, რომ თვითონ არ იყო ერთი, ისინი აგროვებდნენ კომპრომატებს მათზე, მაგრამ მაინც იღებდნენ ამაში მონაწილეობას. ანუ მონაწილეობა ასეთ პროცესებში აუცილებელია იმისთვის, რომ შენ დაიკავო მაღალი რაღაცა პოსტი, მნიშვნელოვანია ეს, რაზე ხარ წამსვლელი, რომ შენზე ყოველთვის იყოს კომპრომატი, ადვილად იმართებოდი, იმიტომ მე ვერ დავიჯერებ, რომ ასეთი მაღალი დონის პოლიტიკურ ფიგურებს არ სწოდნოდათ, არ ვერ გაიაზრებინათ, ან საკუთარ სადაზვერვო სამსახურებს, შესაბამის სამსახურებს, ასე ვიტყვი, ისინი არ გაეფრთხილებინათ, რომ მსგავს რამეში მონაწილეობის მიღება, ეს არის კომპრომატი და ეს ნიშნავს, რომ ვერ ჩვენ ერთ დღეს შეიძლება კოცონზე დაგწვან ამის გამო. აი მათი мотиваცია მაინტერესებს, თქვენ როგორ ხსნით, ასეთი შტერები არიან თუ ეს უბრალოდ აუცილებელი პირობა უნდა იყოს ასეთი, ამაში იღებდნენ მონაწილეობას და ყოველგვარ საზიზღრობა უნდა ქონდეს ჩადენილი, რომ შენ მიგიშვან ძალაუფლების სათავეებთან. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ და ცოტა ხმალა თუ შეიძლება. მოგესალმებით თქვენს და თქვენს აუდიტორიას, მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის პრაქტიკულად ღია წყაროებში არსებული ინფორმაციების ერთად თავმოყრა და ერთად გაჟღერება, ეს არის პრაქტიკულად ბრძოლის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც ჩვენ უყურებთ. ეს არის იმ პროცესის შემადგენელი, რაც მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის შედეგი ელიტებს შორის განხეთქილების. ამიტომ ჩემი მოსაზრებით მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მყარი ვერსია ამ შემთხვევაში, რაც წარმოგიდგინეთ, არის ეს. რაც შეეხება თვითონ იმ მოქმედებებს, რაზედაც საუბარი არის, ალბათობის მაღალი ხარისხით, აქაც ჩვენ გარკვეულწილად ალბათობის მაღალი ხარისხით ხვდებით გარკვეულ რიტუალს. ვინ რა იქმაყოფილებდა, როდესაც ეს ჩანაწერი კეთდება, ჩემთვის ამ წუთში ძალიან ძნელად გასაანალიზებელია, მაგრამ ზოგადად ესეთი ტიპის მოქმედებები ხასიათდება სპეცსამსახურებით და არ უნდა გამოვიწყოთ ის გარემოება, რომ შესაძლებელია თუ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები არა შესაძლებელია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გარკვეულწილად დაინტერესებული იყვნენ ამ პროცესებით, იმიტომ ნახეთ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი პრეცედენტი ჩვენს ისტორიაში, პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ გამოიყენა ეგრეთ წოდებული მაკომპრომეტირებელი მასალები, ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ესეთი ტიპის ქმედებების განხორციელება დანაშაულის გარდა ეს არის
მაღალი დონის დემორალიზაციის საფუძველი და არ უნდა გამოვრიცხოთ იმ პროცესებში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, რომ ეს მასალები ისე ვრცელდებოდა და იყო დაუცველი, შესაბამისად შესაძლებელია მოხდა კიდევაც უცხო სახელმწიფოებში და ძალიან ბევრი ადამიანი, ვიზედაც მოგროვდა ეგრეთ წოდებული მაკომპრომეტირებელი მასალები, შესაძლებელია დღესაც იმყოფებოდეს გარკვეული ზეგავლენის ქვეშ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის რეალურად ან რასაც ლაპარაკობს, ან რასაც მოქმედებს, არ შეესაბამება მის რეალურ მდგომარეობას, მაგრამ ის იზოლებულია, რომ ამ მასალების საფუძველზე იმოქმედოს ისე, როგორც მას უკარნახებენ და უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ესეთი ტიპის მასალების უცხო ქვეყნებში გატანა გარკვეული თავშესაფრის საფუძველია და დანარჩენზე ხათ დიძე რომ გავშალოთ ეს თემა უკვე იმ თემის შინაარს დავგარგათ რაც დავწავ. მაგრამ ეს თემა აუცილებლად უნდა გავშალოთ, იმიტომ რომ ჩვენთან ეს ეკოსავით თქვა ჩვენს ხელისუფლებას ყოფილს ეს ჰაერიდან ხო არ მოაფიქრდებოდა ამგვარი რამ რაც ჩაიდინა. გასაგებია რომ ეს თუ არ დაუთხრეს ან უკარნახეს, მათ ჰქონდათ ეს იცოდნენ ამ გამოცდილების შესახებ და უბრალოდ ეს გამოცდილება გამოიყენეს მართვისთვის, ხო? სხვაგვარად როგორ. ზოგადად მთელი სტრუქტურული იერარქია ისე იყო არეული. თუ ხარ ახლა რასაც საუბრობ, რომ პრაქტიკულად დაცლობის კოეფიციენტი იყო ძალიან დაბალი. რეალურად, როდესაც ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებებით გარკვეულ დაკვირვებას ახორციელებს სპეცსამსახურები, ოპერატიული ფუნქციის მქონე საშუალებები, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ პრაქტიკულად ყველა ტიპის ინფორმაცია იყრის თავს, იმიტომ რომ როდესაც ჩანაწერი კეთდება, იქ ამათ ერთმანეთსგან ვერ დააშორიშორებ, მაგრამ თავარი არსებითი აქ ახლავთ, რომ ის უნდა იყოს მაღალი საიდუმლოების რეჟიმის ქვეშ შენახული და მხოლოდ კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე, რაზეც თქვა საქმე აღძრული, რაზეც რეალურად არსებობს ოპერატიული ინფორმაციები, მხოლოდ ამ მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს მუშაობას და ზოგადად პირად ცხოვრებას არანაირი კავშირი არ უნდა კონდეს ამ შემთხვევასთან და შესაბამისად ფილტრაცია უნდა ხდებოდეს და უნდა რჩებოდეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ის კონკრეტული ვიდეო თუ აუდიო მასალები რაც იმ საქმეს ეხება რა თქმა უნდა, დანარჩენი უნდა განადგურებული იყო. როდესაც არ ნადგურდებოდა, ეს იყო ზუსტად ის მიზანი და საბოლოო ჯამში, რაც მოხდა. ვწუხარ, რომ ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როდესაც მოხდა განადგურება, თითქოს განადგურება. ეს არ იყო, ეხლა როგორ გითხრათ, პრაქტიკულად ჩვენ სახეზე გქონდა გამოუცდელი ხელისუფლება, რომელიც მოვიდა და შესაბამისად ის იძულებული იყო და აყრდნობოდა იმ ძველ რგოლს და შესაბამისად ძველმა გოლმა თავისი მაკომპრომეტირებელი პირობითად მასალები მოიცილა. თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ეს იყო გულუბრყვილობის და გამოუცდელობის შედეგი, რადგან მეც არ მაქვს ხელისუფლების გამოცდილება, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ როდესაც ნიმტკიცებას ანადგურებ, შემდეგ ბუნებრივია აღარ გაქვს ბრალდების წაყენების საფუძველი. ამდენად გულუბრყვილო და ახალგაზრდა და ნორჩი იყო მაშინ ხელისუფლება, რომ ეს ვერ გათვალა, რა შედეგი შეიძლება დასრულებულიყო. მე თქვი ერთ-ერთი ვერსია. ყოველ შემთხვევაში ვთვლი რომ მაინც ამ ვერსიას, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უშუალოდ მინისტრის მიერ, ხო, ვინც დაინიშნა და ვინც იყო მინისტრი. შესაბამისად არსებობს მეორე მნიშვნელოვანი გარემოება და ვფიქრობ რომ გარკვეულწილად ადამიანურმა ფაქტორმა, ესე იგი ადამიანურმა დამოკიდებულებამაც თავის როლი ითამაშა, რომ თქვათ ხელისუფლება აერიდა იმას, რომ მუხტი გაეზარდა თქვათ დაძაბულობის მუხტი. ეხლა მე როგორც მაგალითად დარგის პროფესიონალს მე ამ სიტუაციაში კატეგორიულად არ ვეთანხმები ესეთ ადამიანურ პოზიციებს, ესეთ დამოკიდებულებებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მცდარი. პირიქით იმისათვის, რომ ზოგადად საფრთხეების მინიმალიზება განხორციელებული იყო სახელმწიფოში, შესაძლო შემდეგ გადაბირებების და სხვა დამაზიანებელი პროცესების მიმართ, მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარებულიყო აბსოლუტურად საკმაოდ მასშტაბური შეხვედრები საზოგადოებასთან ინდივიდუალურ რეჟიმში და მათთვის უნდა ეჩვენებინათ ზოგადად, რომ რა მასალები ქონდა შეგროვილი იმ ხელისუფლებას ამ ადამიანზე, რომ მას ცოდნოდა, რომ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მასზე გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, თუ ეს მასალები უცხო ქვეყნებში იქნებოდა გადაალინებული. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება, ეს იქნებოდა კომპრომეტაციის საწინააღმდეგო ღონისძიება. ვწუხარ, რომ ეს მეთოდოლოგია არ იქნა გამოყენებული და მივიღეთ შემდეგ ის პოლიტიკური დესტაბილიზაციის მასშტაბურობა, რომელშიც ჩვენ სამწუხაროდ დღესაც ვცხოვრობთ. ამიტომ აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც მოვიდნენ იმ პერიოდში, თუ გადავხედავთ
იმ სიჭრელეს და მათ პოზიციებს დამოკიდებულებებს შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში მონაწილეობებს ეს შემდეგ ღიად თუ ფარულად ეს იმას ნიშნავს რომ პრაქტიკულად შესაძლებელია რომ მათ აღასრულეს კიდევაც უცხო ქვეყნების ინტერესები რომ ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნებმა ის მასალები დაიტოვეს კომპრომეტაციისათვის ახლა რაც შეეხება ისევ თქვენ თემას ისევ რომ დაუბრუნდეთ დიახ აი მე თქვენ როგორ ხსნით რომ ისინი ამაში იღებდნენ მონაწილეობას და არაფერი არ იცოდნენ რომ მე დღეს ეს ყველაფერი გასკდებოდა ხო სპეცსამსახურების პრაქტიკაში არის ესეთი მეთოდი რომ ისინი სპეციალურად ქმნიან პირობებს რომ ესეთ პირობებში მოხვდნენ ადამიანები შემდეგ მოხდეს ამ ფაქტების დოკუმენტირება და შემდეგ ისინი გამოყენებული იქნან საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ამიტომ მე ცოტა შორსა ვარ იმ აზრისაგან რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონდაზორის უწყებას არ ქონოდა ესეთი ტიპის ინფორმაცია უფრო მეტიც თუ არ ქონდა ბრიტანეთის როდესაც უკვე ბრიტანეთის ყოფილი პრინცი იღებდა ამაში მონაწილეობას ეს კიდე ცალკე თემა არის შევეხოთ ამ თემაზე ამერიკაზე ვსაუბრობთ ძირითადი დისლოკაციის ადგილი იქ იყო და შესაბამისად ამიტომ გავაკეთე აქცენტი და აბსოლუტურად თუ იმაზე ვსაუბრობთ რომ იქ თავს იყრიდა ხალხი რომლებიც პრაქტიკულად სხვადასხვა მიმართულებით ელიტას ქმნიდნენ შემდეგ როგორც სოფლიოში თავის სახელმწიფოებში ფიქრობ რომ მაშინ ძალიან ცუდად გქონიათ ამ სახელმწიფოების საქმე თუ ისინი ასეთ პროცესებს არ აკონტროლებენ. ახლა რაც შეეხება მეორე და მნიშვნელოვან მიმართულებას ჩვენ აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი რომ ჩვენ და სამწუხაროდ მსოფლიოს ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილი რომელიც ღია წყაროშია ინფორმაცია გამოქვეყნებული არის საკმაოდ კომპრომეტირებული და მათ არ ეტყობათ რომ ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოღვაწეობენ. მათი ძირითადი მოღვაწეობა არის დამყარებული მაინც იმ ძირითად სახელმწიფოებზე, სადაც ესეთი მოქმედებები ხდება. ამიტომ არაფრის გამორიცხვა ზოგადად არ შეიძლება. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად ეს ყველაფერი უკვე გადაყლაპა. რას გულისხმობთ გადაყლაპა? გადაყლაპა და პრაქტიკულად ის მუხტი რაც ამას ჰქონდა და რა რეაგირებაც უნდა ქონოდა პრაქტიკულად ეს ყველაფერი მათ შორის პროპაგანდის საფუძველზე ძალიან კარგად იქნა ნეიტრალიზებული. ჩვენ ერთი რამ აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე დიდი ფინანსური შემოსავლები აქვთ, მათ ხელშია ყველაზე მაღალი დონის იურისტები, მათ ხელშია პროპაგანდისტული საშუალებები და ამიტომ მათ შეუძლიათ ისეთი манипуლირების განხორციელება, რომ ძალიან მალე დაავიწყონ ეს ყველაფერი ხალხს. ისე როგორც PDD-ის საქმე, როგორი ამბავი ატყდა, იყო სხვადასხვა პლატფორმაზე, სოციალურზე გულის მომკლელი, რაღაც მართლაც ამას გარდა შემზარავი ინფორმაციები და უცებ ისიც გამოუშვეს, იმიტომ რომ გული ცუდად გაუხდა. სუსტი გულის პატრონია და ნებისმიერი ესეთი ქმედება, სადაც ესეთი ტიპის ადამიანები არიან, თავიანთი ძალებით და საშუალებით მათ შეუძლიათ რომ ეს ყველაფერი, ესე იგი ფინანსები, ყველაზე მაღალი დონის იურისტები და მასმედიის საშუალებები. აი ეს არის მთავარი ძირითადი იარაღი, რომელთაც შესაძლებელია რომ ნებისმიერი ომი მოიგო, ან შექმნა პირობა ომის მოსაგებად. კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ძირითადი დამნაშავე გარდაცვლილია. ხო, დაინტერესების შემთხვევაში ზოგადად არის ესეთი მეთოდოლოგია, რომ ამ ტიპის დამნაშავეზე 24 საათიანი მაღალი ინტენსივობის მქონე დაკვირვება მიმდინარეობს, მათ შორის შიდა კამერული დაკვირვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი დონის ვიდეო აღჭურვილობა უნდა არსებობდეს, რომელიც ყველა წუთსა და წამს უნდა იღებდეს ამ ადამიანთან დაკავშირებით, რომ ის არის პრაქტიკულად იმ დონის მოწმე, რომ ოქროს მოწმე. ხო, არა ოქრო, არა უფრო ბრილიანტიც არის, ხო, ესე დავარქვათ. და თუ დავაკვირდებით ზოგადად და გავაანალიზებთ რაც მოხდა, გარდა იმისა, რომ იქ რაღაც პრობლემა შეიქმნა, როდესაც თქვათ მან თავი ჩამოიხრჩა, რომ არ არსებობს ამის ჩანაწერები, თქვათ თავის ჩამოხრჩობის შესახებ აუცილებლად თვითონ იქ მაკონტროლებელ გოლსაც სხვა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა, რომ ეძინა იქ მაკონტროლდა. ძალიან ბევრი რაღაც არის ისეთი, რომელიც პირდაპირ რა თქმა უნდა მაღალი ეჭვის საფუძველს გვაძლევს იმისას, რომ ზოგადად სახელმწიფოს გარეშე ეს მოქმედებები არ ხორციელდება. კიდევ ერთხელ ტრამპი იყო პრეზიდენტი მაშინ. არა აქვს ამას მნიშვნელობა. არა, მე ვაზუსტებ. გავიგე, მესმის რამდენადაც არ უნდა გავგვიკვირდეს, მიუხედავად იმისა, რომ
ეხლა თითქოს ისეა წარმოჩენილი, რომ ტრამპი დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებს. მე ესე არ ვფიქრობ, ყველა სახელმწიფოს, იმ დონის სახელმწიფოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, დიდი ბრიტანეთია, თუ რუსეთის ფედერაცია, მათ აქვთ განვითარების სტრატეგიები და შესაბამისად ყველა ის მოქმედება, რაც ხორციელდება, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, რომელიც წლების წინ არის გაწერილი. ამიტომ ძალიან ბევრი რამ რომელიც თქვათ კითხვის ნიშნა ეს ქვეშ დგას, კიდევ უფრო აღრმავებს იმ თქვათ პოზიციას, რომ სახელმწიფოს კონტროლის გარეშე ესეთი მოქმედებები არ ხდება. და კიდევ ერთი დამატებითი პარამეტრი უნდა განვიხილოთ აუცილებლად, რომ ამ ჩანაწერების გაკეთება ხდებოდა რა თქმა უნდა ტექნიკის საშუალებით და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ტექნიკა სპეცსამსახურებისათვის, ყველა ტექნიკური საშუალება სპეცსამსახურებისათვის არის შეღწევადი. ახლა თუ შეიძლება არ ვისაუბროთ ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენი ტიპის ქვეყნებზე, რომელსაც არ გააჩნია კოსმოსური და სხვა კიდევ მნიშვნელოვანი ტიპის დაზვერვები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელსაც ძალიან მაღალი ზემოდან დაინახავდნენ, სულ არ ჭირდებოდათ არაფერი, არა რა ხდებოდა. მაღალი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე მას აქვს საშუალება ნებისმიერ ტექნიკურ საშუალებაში შეაღწიოს. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აქ კიდე ერთი მომენტია საინტერესო, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში იყო გარეული, ალბათობის მაღალი ხარისხით მუშაობდა და მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს აუცილებლად ექნებოდა ინფორმაცია მათი, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების საწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით სახელმწიფო ამ პროცესს აკონტროლებდა და მე ვფიქრობ, რომ არსებობს ძალიან ბევრი მიმართულება სპეცსამსახურებში, როდესაც არ შეიძლება პირდაპირ რაღაცას დაეჯახო და ჯობია რომ მნიშვნელოვანი ლოდინით შექმნა ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც შენი ქვეყნის ინტერესებს შედის. მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის თქვათ კონსტიტუციით და საკანონმდებლო ჩარჩოთის სწორი მოქმედება. ესე რომ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ის რაც მოხდა და კიდევ ერთხელ რაც განმეორდა, ესეც არის პოლიტიკურ ელიტებს შორის დაძაბულობის შედეგი. ეს ძალიან საინტერესო თემა, ამაზე განვაგრძელოთ საუბარი რეკლამის შემდეგ, ჩვენ მალე დავბრუნდებით და გველოდებით. ჩვენ ეთერში ბრუნდებით, განვაგრძელოთ საუბარს ჩვენ სტუმართან, დავით კუხალაშვილთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მაყურებელს აქტიურობისთვის. დიდი მადლობა რომ გვისურვებთ წარმატებულ ეთერს. ძალიან კმაყოფილებია რომ თქვენ ხართ სტუმრად. ბატონო დავით, თქვენ შეგიძლიათ მოგეხსენება დასვათ შეკითხვები პირდაპირ ეთერში და ამ შეკითხვებს ჩვენ ბუნებრივია გავცემთ პასუხს და ბატონო დავით, როგორ შეიძლება და გამოიყენებინა რა მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებს აი ეს ჩანაწერები და ის ქმედებები, რაც ხორციელდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ეპშტეინის ეგრეთ წოდებულ ეპშტეინის კუნძულზე და იქ ტრამპის იყო მოხსენიებული და 3000 ჯერ და რაღაც კიდევ ისინი ვრცელდება. ესეც მასზე ზეწოლის საშუალება, ანუ ამერიკის სახელმწიფო ინტერესებში შედიოდა ტრამპზე კომპრომატების მოგროვებაც მისი პრეზიდენტობის პერიოდშიც კი? როგორც ვაკვირდები მოვლენებს, სამყარო ძალიან შეცვლილია და ვფიქრობ მართველებს, იმ ფარულ მართველებს, რომელიც სამყაროს ფარულად მართველობენ. ეხლა კი მიდის ჩანაცვლების რეჟიმი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარული მმართველობა არ იქნება, მსოფლიოს ფარული მმართველობა არ იქნება. უბრალოდ ეს ჯახია, ეს ჯახი როგორც დასრულდება, სამყაროს ახალი მმართველი ეყოლება და ვფიქრობ, რომ მათთვის უფრო კომფორტულია, რომ რაც შეიძლება კომპრომეტირებული პიროვნებები იყვნენ სახელმწიფო სათავეებში. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება თქვათ ამერიკის შეერთებული თუ სხვა სახელმწიფო, რადგან манипулირება გამარტივებულია და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამაზე განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა სპეცსამსახურს და მათ შორის საქართველოს სპეცსამსახურებსაც. და აი ბატონო დავით, კიდევ მოსადზე საუბრობენ, რომ არის ესეთი ვერსიაც, რომ ჟარგონით ვიტყვი, მოსადმა შეუსრულა ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს. ეხლა ერთ რამეში უნდა აუცილებლად ჩამოყალიბდეთ, რომ ისრაელის არსებობა იმ წუთში კითხვის ქვეშ დადგება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები დაკარგავს დომინანტის პოზიციას, ესე რომ მაგრამ ზედმოქმედება ხო აუცილებელია, რომ მაგათაც ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყას ირანს,
ხო გამოვიდა ასეთი ისიც რომ ესპედია. გასაგებია ეს ყველაფერი შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაც მეთოდად, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ისრაელი ვერ გააკეთებს ესეთ რაღაცას ტრამპის წინააღმდეგ, იქიდან გამომდინარე რომ მე მაინც ვფიქრობ რომ ძალიან არ გააკეთებს. ვერ არ გააკეთებს. იმიტომ რომ იმ დონის სტრატეგიული პარტნიორობა და მით უმეტეს ახლა ტრამპის მოსვლის შემდეგ რომ ამის აუცილებლობა ყოველ შემთხვევაში ისრაელს არ გააჩნია. ეხლა საჭირო იყო თუ არა ტრამპის, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის ის ინფორმაციული ნაკადები და მათ შორის ალბათობის მაღალი ხარისხით მე ყოველ შემთხვევაში ესე მჯერა რომ ყველა პროცესი წარიმართა საკმაოდ მაღალი დონის ფილტრაციით და ყველა ის ინფორმაცია რაც გაჟღერდა ეს არის ალბათ სხვაში წვეთი. იმიტომ რომ სხვები გაფრთხილდნენ არ არის თავარი მოქმედი გმირი ცოცხალი რომელსაც ეკნებოდა ძალიან დიდი ინფორმაცია და ალბათობის მაღალი ხარისხით მას შეეძლო რომ ზოგადად სრულ-მცირე თავის გადასარჩენად დაესახელებინა თქვათ შემკვეთები ვის გამო აკეთებდა ის ყველაფერ ამას ამიტომ არ ვჯერა რომ ყველაფერი ის რაც გამოქვეყნდა არის სრულყოფილი მასალა და ვფიქრობ რომ ეს არის ზღვაში წვეთი. ხო მე მივაქციე კიდე ერთ რამეს ყურადღება აი გუშინაც ხო თითქოს გაჟონაო და სხერფლის ვინაობების დადგენა გახდა შესაძლებელი. ხანდახან მგონია რომ სხერფლებზე უფროა ეს შეტევა ვიდრე მოძალადეებზე. რა თქმა უნდა. კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ პრაქტიკულად აიქ იმ სიებში ვინც იყო, ვინც არ უბრალოდ ვის შესახებაც სოფლიოს ინფორმაცია არ მიეწოდა ალბათობის მაღალი ხარისხით, ისინი საკმაოდ მაღალ ელიტებში არიან დღესაც განთავსებული და მოღვაწეობენ კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამით გააფრთხილეს ისინი, ხო? ისინიც გააფრთხილეს და ზოგადად ყველა არის გაფრთხილებული, ვინც სხვადასხვა ტიპის რიტუალებში ღებულობს მონაწილეობას. რომ მათ შესახებ შესაძლებელი ჩვენ ერთ დღეს თუ ისინი არ დაემორჩილებიან იმ საერთო წესს. კარგად არ მოიქცევიან? საერთო წესს თუ არ დაემორჩილებიან და არ მოემსახურებიან იმ ინტერესს, რისთვისაც მათ რიტუალში მონაწილეობა მიიღებს, მათ შესაძლებელია ანალოგიური რამ დაემართოთ და ზოგადად მე ვკითხულობ სადაზვერო და კონცადაზვერო საქმიანობის როლს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში და ეროვნულ საფრთხეობაში და სულ ვაფრთხილებ სტუდენტებს რომ არასოდეს არ წარმოიდგინოთ რომ რასაც არ აკეთებთ თქვენ ქვეყანაში რომ იმის გაკეთება შესაძლებელია იმ ქვეყანაში რომელიც გამოირჩევა თქვა მაღალი დემოკრატია. იქ მით უმეტეს არ უნდა გააკეთონ. მათ უნდა და ყველამ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მარტო სტუდენტები არ დადიან, ყველამ უნდა იცოდეს რომ ნებისმიერი შეხვედრის თუ დასვენების ადგილი შესაძლებელია აღჭურვილი იქნას ოპერატიული ტექნიკური საშუალებებით და იქ გადაღებული შემდეგ კადრები გამოყენებული იქნას ზოგადად სწორედ შანტაჟის და კომპრომეტაციის პროცესში, ოღონდ გადაბირების მიზნით, რომ ჩაებათ, თქვათ, უცხო ქვეყნის სადაზვერო სამსახურების ინტერესებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არა მარტო რიტუალებში, არამედ პირად ცხოვრებაშიც ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ, რომ ყველა ადამიანს, ყველას აბსოლუტურად, რომ სამიზნეები არ გავხდეთ უცხო ქვეყნების სადაზვერო სამსახურების და მე საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ ვიმოღვაწოთ. აი თუ დააკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ეხლა მე რა თქმა უნდა პირად ცხოვრებაზე საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხით შეიძლება ესეთი დაბერტილება, რომ ძალიან ბევრ ადამიანზე, რომლებიც გამოირჩევიან თქვათ გარკვეული დესტრუქციული ქმედებებით, ალბათობის მაღალი ხარისხით თავის დროზე შესაძლებელია რომ ისინი სწორედ ამ ტიპის მასალების მიხედვით იყვნენ გადაბირებული. ნუ დავყოთ ოპოზიციად და პოზიციად ეს შეიძლება თუ ხელისუფლებაში ჯერ არ გამოუმჟღავნებიათ მასზე. არა, რატო მე ვთქვი დესტრუქციულ ძალებზე და ასე რომ დესტრუქციული ძალები არა მე ისე ვთქვი არ გამოუმჟღავნებიათ ჯერ და ამიტომ სწორად არიან ხარ ეს ვიგულისხმ. ამიტომ ზოგადად ესეთი მიღებული პრაქტიკაა რომ სახელმწიფო სექტორის განსაკუთრებით კომპლექტაციის დროს
ძალიან მაღალ დონეზე უნდა გამოიყენებოდეს სადაზვერო და კონცადაზვერო უწყებები. როგორც ვიცი, შემოწმება არის ძალოვან სტრუქტურებში მიღებისაც, იმიტომ რომ ჩემი შევმუშავდი ვიცი, აქედან გამომდინარე. ესე იგი, ოღონდ ძალიან მინდა გითხრათ დაბალ პროფესიონალად ამოწმებდნენ, იმიტომ რომ ადვილი გამოსარიცხი იყო, მე ყოველთვის ხვდებოდი და მიკვირდა და გული მტკიოდა, რომ ესეთი დაბალ პროფესიონალიზმი ხვდებოდა. საკმაოდ ბევრი რაღაცა შეიცვალა. კარგია თუ ახლა შეიცვალა. არა, მე არ ვიცი რა შეიცვალა და მე უბრალოდ გეუბნებით რა მიღების წესებთან დაკავშირებით რაც უფრო გარეთ შერბილდა უფრო? ალბათობის მაღალი ალბათობით შერბილდა, ამაზე მეტყველებს ის შედეგობრივი მონაცემები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით. ეს შეიძლება იყოს თვითმკვლელობა, ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივად წონასწორობიდან გამოსვლა, მოქალაქისთვის თქვა შეურაცხყოფის მიყენება, ძალიან ბევრი საქმეები აღზრული. სისხლსამართლის საქმეები და ზოგადად ვფიქრობ, რომ საკადრო პოლიტიკა ამ შემთხვევაში ჩვენთან საკმაოდ მოიკოჩლებს და ვფიქრობ, რომ ამის გამოსწორება არის აუცილებელი. ამის გარეშე ზოგადად ძალიან ძნელია, რომ რაიმეს შეეჭიდოს ქვეყანა და პირველ რიგში სხვა შემოწმებებთან ერთად აუცილებელია, რომ ძალიან მაღალი დონის ინტელექტუალური ტესტების მიხედვით არსებობს ესეთი ფსიქოლოგიური ტესტები, საკმაოდ მაღალი დონის და უნდა აუცილებლად და შესწავლა არ არის მარტო ვინმეს გამოკითხვა, ეს არის ხელოვნური სიტუაციების შექმნა, რომლის დროსაც იკვეთება ყველა ის მოწყვლადობა, რომელმაც შესაძლებელია შემდეგ დააზიანოს სახელმწიფო ინტერესი. ამიტომ ეხლა ამ ეთერში ამაზე საუბარი თვლი რომ ამაზე მეტი არ არის საჭირო. თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული ინტერესი გაუჩნდება და ჩათვლიან საჭიროდ, რომ ჩემი კონსულტაცია საჭირო, მე ყოველგვარი ღირებულების გარეშე შემიძლია რომ ესეთი ტიპის კონსულტაციები გავწიო. გეძლა ბატონო და მე მაინც იმ შეკითხვას დავაბრუნდები, მაინტერესებს. ესე იგი სავალდებულოა ამ ტიპის რიტუალებში მონაწილეობის მიღება და საკუთარ თავზე ჯვარიმწერია კომპრომატების, აი ასეთი კომპრომატების. ეხლა ერთია, იცით, აი რაღაცნაირად ერთია ვთქვათ, აი შეიძლება ხა ცუდ რამეს, მაგრამ აი სხვა არის თუ სადღაც რაღაც აი უბრალოდ სექსუალურ კავშირს თუ გადაიღებენ ვიღაც აი დასვენების ადგილებში რო თქვი და მეორეა, რაზეც არის ლაპარაკი ჩვილების მოკვდინება, სისხლის დანშეჭვა, აი ენით აუწერელი მცირეწლოვნებზე ძალადობა, ენით აუწერელი რაღაცები თან ეს ზღვაში წვეთია, ხო ვიცით? ეს აუცილებელია, ასეთებს არჩევენ? თუ აი ჩემთვის ეს არის ყველაზე თავზარდამცემი და არა ის რომ თქვა თუ კომპრომატებს აგროვებს ის რა ქვია ვიღაცა ორგიაში მიიღო მონაწილეობა კი ეს თავისთავად არის ძალიან ცუდად თქვა მეწყოლეს პიროვნების მორალურ სახეზე მაგრამ ანუ ეხლა სამყაროს ცივილიზებულს რო ვუწოდებ ჩვენ და ფლაგმანს კაცობრიობის მიმდინარე ეპოქაში უცებ აღმოჩნდა რომ მართავენ ადამიანები რომლებისთვისაც აუცილებელი პირობა რომ ეს პოსტი დაიკავონ ესე იგი არის ვიღაცის ცოცხლად და სისხლის დალევა ადამიანის? ეხლა ამას მე არ ვამბობ, ხო ის ფაილები ამბობს. ყველა ადამიანი პრაქტიკულად დღეს განსაკუთრებით, მათ შორის სოციალურ ქსელებით და შემდეგ ქმნის თავის სოციალურ, ფსიქოლოგიურ პორტრეტს. ამიტომ ესე აკვირდებიან და არჩევენ. ესე წარმოვიდგენთ, რომ უბრალოდ ან მე მინდა რაღაცა გავაკეთო და მივალ ამას გააკეთებენ, არა ეს რამე არ არსებობს, ადამიანებს არჩევენ. შესაბამისად აკვირდებიან და შემდეგ ხელსუწყობენ მის წინსვლას. დიახ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მithkoms მე მასმედიის საშუალებები და კიდევ ერთხელ გამემეორებ, რომ მხოლოდ არასრულფასოვანი ადამიანების გადაბირება არის შესაძლებელი. აი მხოლოდ არასრულფასოვანი ადამიანები მიიღებენ ესეთ პროცესებში მონაწილეობას, იმიტომ რომ სრულფასოვანი ადამიანის განწყობა, მდგომარეობა, აზროვნება არის ძალიან განსხვავებული და შესაბამისად ისენ უწარმოვიდგენთ, რომ მხოლოდ კიდე სოციალური ქსელებით ხდება ამ ადამიანების შესწავლა. ეს არის კიდე ერთხელ ტესტებს რო აგდებენ და ესენი რო არა მარტო ტესტები, არა მარტო ტესტები, რა თქმა უნდა, მაგრამ და აი სიხარულით რო ავსებენ ხოლმე მომხმარებლები. ხელოვნური სიტუაციების შექმნა, როგორც ვთქვათ, პირობითად ჯვარი გწერია, მაგრამ საქართველოში ისე ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ვთქვათ, საქართველოს მოქალაქე წავა. როგორ მოიქცევა რას გააკეთებს მისი საახლობლო წრე მაგალითად რო დააკვირდეთ თვითონ თუნდაც მარტო Facebook-ის პრინციპს კომენტების განთავსებასავით არის რა და ცენტრში რო ჩვენ თავი წარმოვიდგინოთ ესე მარტივად შეიძლება შენი საახლობლო ყველაზე ახლო წრის გამოკვეთა ძალიან მარტივი არის თქვენი მოწონებების შესაბამისად რომ განწყობების შესახებ და დამოკიდდა ესეთი ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს მაგრამ ყველაზე ისა მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ
აი როგორც სპეცსამსახურები ამოწმებენ, ესე დარწმუნებული ვარ, ესეთი დონის იერარქიაც არსებობს და აგენტურული აპარატის მეშვეობით და არ უნდა გამორიცხოთ, რომ თქვა ესეთი გადამომწვევლები თვითონ სპეცსამსახურებშიც კი ყავდეთ და ამოწმებდნენ ადამიანებს ამისაც. აი თქვენ გაგახსენებთ მე ერთ საკმაოდ მძიმე ფაქტები ხდებოდა გახსოვთ ბავშვები რო თამაშებში იყვნენ ჩართულები და თვითმფრინავებით ამთავრებენ. ნახეთ, მაშინაც გავაკეთე მე განცხადება ღია წყაროში, რომ აი ესეთი ტიპის თქვათ ქმედებამდე ადამიანის მიყვანა წარმოუდგენელია მხოლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით. ალბათობის მაღალი ხარისხით მე ვფიქრობ, რომ ფიქრობდი და ესე ვამბობდი მაშინ, რომ ამაში შესაძლებელია ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ახლოს სხვადასხვა მიმართულებით სწავლობდნენ ამ ბავშვებს. და არც ის არ უნდა გამოვიწყოთ. ანუ გარემოცვაში იყვნენ ცოცხალი ადამიანები. სავარაუდოდ ეს რაღაცა უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ძალიან დაყრდნობა, თქვათ, მხოლოდ სოციალურ ქსელზე არის ძალიან წამგებიანი და მაშინ ესეთი ვერსიაც კი გამოვთქვი, რომ არ არის გამორიცხული, რომ ძალიან დიდი ფულის მქონე ადამიანები ზოგადად ხშირად მიმართავენ რაღაც უცნაურ გაცნობებს და შესაძლებელია გარკვეული ფსონებიც კი იდებოდა იმისთვის, რომ შედეგს მიაღწევდნენ თუ არა. ნუ ეს ვერსიის დონეზე იყო. არ ვიცი ახლა რამდენად მოხდა. ანუ მოიყვანდნენ თუ არა ბავშვები თავს. ხო, მიიყვანდნენ თუ არა ამ მდგომარეობამდე, იმიტომ რომ ესეც გარკვეული რიტუალია და სადაც რიტუალია ზოგადად იქ არ შეიძლება აი ნახეთ ჩვენ და სამწუხაროდ დღემდე არ არის მოწყობილი ჩვენ საგამოწმებო სივრცე ისე რომ იურისტებს როდესაც ასავლიან რომ მათ პრაქტიკულ საქმიანობაში აი თუნდაც უმნიშვნელო მკვლელობაც ან რაღაც ქურდობაც შესაძლებელია პირდაპირ უკავშირდებოდეს სპეცსამსახურებს. ესე იგი მე ვფიქრობ რომ დღეს კი არა ზოგადად ესია პოსტსაბჭოთა საქართველოს რომ ძალიან ნაკლებად ეწოდებათ ინფორმაცია და არ აქვთ ისა მომავალ თქვა სისხლის სამართლის დანაშაულის კუთხით ვინც სწავლობს მათ არ აქვთ ისეთი ტიპის ინფორმაციები რომ ვერსიების დონეზე როდესაც შემდეგ სამსახურებში მივლენ რომ მათ ნებისმიერი ტიპის კვლელობის, ქურდობის თუ თქვა ნარკოტიკის რეალიზაციის თუ ეს შემდეგ და ეს შემდეგ აუცილებლად ამ გამოძიების პროცესში ვერსიების დონეზე დაუშვან რომ შესაძლებელია ესე თუ ის პირი ან ესე თუ ის კვლელობა თუ ესა თუ ის ქურდობა შესაძლებელია დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან. ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან დიდი გადაწყობაა საჭირო. აი განათლების რეფორმაში იმედია ამას გაითვალისწინებენ. ხო, არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით. იმედია. ვერაფერს ვერ გეტყვით, იქიდან გამომდინარე რომ არ ამოქვს სრულყოფილი ინფორმაცია და ამიტომ თავს შევიკავებ რომ რაიმე ტიპის ხო, რაიმე შეფასებაზე გავაგო, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით, დღემდე ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვარებული არ არის. ესე იგი გამოდის ბატონო დავით რომ ხო აკვირდებიან გასაგებია და აი ვინც გამოდგება შემდეგ მიდის იმის დამუშავება და შემდეგ იმათ ჩვენ ვხედავთ აი ამ ტიპის სატანისტურ და არაადამიანურ და კანიბალურ რიტუალებში და ასევე ვხედავთ მაღალ პოსტებზე. ნახეთ ერთ წუთი. აი რაზეც ვსაუბრობ მე არასრულფასოვნებაზე რატო ვამახვილებ ყურადღებას. ხო და აი ეს მინდა მანდ მივდივარ. აი ეს გაშალთ ანუ არასრულფასოვანი ადამიანები ხო გმართავენ ჩვენ ხო? არასრულფასოვანი ადამიანი არის მარტივი გადაბირებისათვის. ნახეთ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს აღასრულებ შენ სახელმწიფოში, შენი ქვეყნის ინტერესების აზიანო და ისე უბრუნდები იმ კადრებს. ყველამ ძალიან კარგად იცის რომ პრაქტიკულად იმ მაკომპრომენტირებელი კადრებით ერთობოდა საქართველოს საუბრობთ ახლა ჩვენ ხო უმაღლეს თანამდებობის პირი ხო ერთობა არა მარტო ისინი არამედ ბევრი კიდევ სხვაც. ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ რეალურად გარკვეულ ტიპის მოწყვლადობასთან ჩვენ საქმე გვაქვს არასრულფასოვნებასთან. მიხვდით? ამიტომ არის აუცილებელი რომ იმ შესწავლის პროცესებში მათ შორის ეს იქნება აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება აუცილებლად ჩართული იყვნენ არა მარტო ფსიქოლოგები, ეხლა რო ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, მე მგონი ფსიქიატრებიც კი ჩართული უნდა იყვნენ. მე არ ვსაუბრობ ეხლა ვინმეს არც დავცინი, არც უბრალოდ ზოგადად აუცილებლად უნდა გამოირიცხოს რომ ისეთი ტიპის დაავადების მქონე ადამიანი, რომელიც ზოგადად არ შეიძლება რომ სახელმწიფო მმართველობაში იყოს, არ შეიძლება რომ იმ ადამიანს ესეთი თქვათ საშუალება მიეცეს. აი ამაზე თუ არ გადავალ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. ნუ გავიგეთ ახლა ის რომ თქვათ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლები პირები ხდებიან ხელისუფლებაში და სადაც თქვათ ძალიან დიდი ბრუნა, ფინანსური ბრუნა მათ შორის სახელმწიფო და ესა დაფინანსებაში ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ეს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მოწყვლადი ვართ. არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ ის რომ
კარგი რა ერთხელ ჩაიდინა არა ბატონებო ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა და ზოგადად პირობითად თქვა თაღლითობის დასამართლებელი პატიობს უსაზღრო რაოდენობით მაგალითად თაღლითობის დასამართლებელი პირის როგორ შეიძლება დანიშნო თქვა სახელმწიფო საწარმოში როგორ შეიძლება დანიშნო სადაც რამოდენიმე მილიონიანი ბრუნვა არის ხო კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება დანიშნო თქვათ სახელმწიფო სტრუქტურაში და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. აი ძალიან ბევრი რაღაც არის, რომელიც აუცილებლად გამოსასწორებელია, თორე ეს ფაილები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იქნება ეს რა ქვია. მონაგონი. მაგრამ ჯერჯერობით აი ჩვენთან რაც ხდება, ეს ძალიან ბაღის ბავშვის დონეზე გამოიყურება იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ვნახე. ესე იგი გამოდის, რომ არასრულფასოვანი ადამიანები მართავენ სამყაროს უდიდეს ნაწილს და ფსიქიკურად არც თუ ჯამთელი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც დაწყვილებული არასრულფასოვანი ადამიანები მართავენ იმას, რა ქვია, სახელმწიფოებს. ეხლა აგიხსნით, როდესაც პირდაპირ ეთერში ეხლა არ დავასახელებ არც ახალს და არ თვარს ცოლი ქმარს ურტყამს და ამას მთელი მსოფლიო უყურებს, ეს სრულფასოვნებაა? ეხლა კიდე სხვა მაგალითი ძალიან ბევრი მაგალითი მათ შორის საქართველოს მაგალითზე ძალიან ბევრი რამის მოყოლა შემიძლია უბრალოდ ვთვლი რომ ეხლა არ არის ამის აუცილებლობა ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩვენ გვმართობს განსაკუთრებული სიფრთხილე ყველა ის შედეგი რომელიც შემდეგ ჩვენ გულს ვტკენს მდგომარეობას გვიმძიმებს ყოველთვის არის დაკავშირებული არასწორ საკადრო პოლიტიკასთან და სხვათა შორის თვითონ იმ სამსახურში და კომპრომეტირებულ პირებთან. იმ სამსახურშიც რომელსაც ეს უნდა შეამოწმოს არ არის გამორიცხული და ალბათობის მაღალი ხარისხით კომპრომეტირებული პირებიც არიან და არასრულფასოვანი პირებიც და ეს პირები სამწუხაროდ. მე ძნელია რა, იქ განცხადებას რო გააკეთებ, რომ ისა სადღაც 2021 წელს გახდა ცნობილიო, რაც მოხდა. არ არის სწორი ეს ინფორმაცია. ვინც ეს ინფორმაცია გააკეთა, იმედია რომ ან მისმენს ან ამ ინფორმაციას მიუტანებენ 2016 წლიდან. სიტყვიერად და დოკუმენტალურად ყველა დონეზე ჩემს მიერ იგზავნებოდა ინფორმაციები იმ დამანგრეველი და დამაზიანებელი პროცესების შესახებ, რომელზედაც შემდეგ დავიწყეთ საუბარი 2024-2025-ში. ამას ყოველთვის უსმენენ და მე მივესალმები, რომ ამას უნდა უსმენდნენ, თავარია რომ კონდეთ რეაგირების ფორმა, იმიტომ რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლები, რომლის მიხედვითაც გარკვეულ სამსახურებს აქვს ვალდებულება რომ არა მარტო მოусმენ, არამედ რეაგირება გააკეთოს. ამას ვსაუბრობ მე არა როგორც კრიტიკის კუთხით, რა თქმა უნდა კრიტიკაც არის, მაგრამ როგორც მეგობარი, სახელმწიფოს მეგობარი რა. მე არ ვსაუბრობ როგორც ხელისუფლების მეგობარი და არც ჩემ პერიოდში, როდესაც მე მიმოღვაწეობ, მე არასოდეს არ ყოფილი ვარ ხელისუფალის მეგობარი. მე ვარ სახელმწიფოს მეგობარი. თუ ხელისუფალიც არის სახელმწიფოს მეგობარი, გამოდის რომ ჩვენს მეგობრები ვართ. დიახ, მადლობა, დიდი მადლობა. აი, იაკი საყვარელიძე გვეუბნება, რომ როცა რეფორმაზეა ლაპარაკი, აი ბატონი დავითის და მსგავსი სპეციალისტები რატომ არ არიან ჩართულებიო? ეს კითხვა ჩვენსკენ არ არის. ამ კითხვას ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს, თუმცა მე გეთანხმებით, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის. გადაცემის დასრულების შემდეგ 16 საათსა და 10 წუთზე თქვენ გელოდებათ ამალხაზ გულაშვილის რეალური პოლიტიკა მაქსიმ შევჩენკოს ჩართვით. ნახვამდის მე ხვალამდე გემშვიდობებით.